დეკემბრის რიცხვებში რომ ნახე პროგნოზი რომ თოვლს ვარაუდობდნენ, ფუტკარი უნდა გადაკოჭო, რომ არ გადმოაბრუნოს თოვლმა. უნდა აი მაგის გული ზამოვედი 23 დეკემბერი იყოს, ზუსტად 24 ზუსტად არ მახსოვს რიცხვი. ხო და ამოვედი და ჭიშკარი ახლა დაკეტილი ბოქლოვი დადებული. წინა დღეებში რომ დავდიოდი რამოდენიმე დღითად ნახე რომ ჭიშკარს ვარ გავდე ხიძზე. ხო და რო შევეკითხეთ რა ვიცი გვითხრე რომ ვარ გავთო მაგრამ კი არ დაიკეტებო ეგი დავრეკე დაცვის თანამშრომელთან ერთ-ერთთან ხო და შემხვდა მორიგე და უთხარი რა ხდება რატომ აქ ჭიშკარი დაკეტილი ხო და არ ვიციო რა მეო დაგე რა დაველაპარაკები დაცვის უფროსო ყველაფერსო და გეტყვით პასუხსო დაველოდე 1.5 საათი თითქმის შეიძლება 20 წუთი 1.5 საათი ასე მეტი არ ყოფილა და შევეხმიანე და კი ბოდისო თვითონო და დაგელაპარაკებო და ჩამოვიდა ახლანდელი ახალი დაცვის უფროსი არის მოსული და მითხრა რომ მეო რა ვქნაო მეო დამავალესო დამეკეტაო ხო და ეს როგორც კერძო ტერიტორია არისო კერძო საკუთრება არისო დავკეთოთ სივრცე რომ გადაადგილება არ შეიძლებაო ხო და კარგი მოვთვალე მე რა ვქნა მითხარი ახლა რომ სახში ხო უნდა გადავიდე მე რაც დამოვალენ გავაკეთე ისო. საირმელ გელასოსელიას საკუთარ სახლამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ჩაუკეტეს. ჭიშკარი და ბოქლომი ხიდზე კურორტ საირმეს მფლობელის თემურ კოხოძის ბრძანებით ჩამოკიდეს. ერთადერთი ალტერნატივა ესაა დინარის პირას ჭალა-ჭალა ექსტრემალური მარშრუტი. ახლა ზურჩანდით და ვალენკით გადმოხვალ, წყალის დაბალი არის. მაგრამ მე შემდეგ მაგალითად რომ გამოზაფხულდება, ნამქერი წამოვა, იქ უკვე დინარზე ფიზიკურად ვეღარ გადმოხვალ. დიდი მოდის, წყალი ნამქერი რომ მოდის, როცა გამოზაფხულზე თოვლი იწყებს თაში დნობას, უკვე წყალი დიდდება და ფიზიკურად ვერ გამოხვალ. გელასოსელია ჩვენმა მაყურებელმა მთის ამბების საგამოძიებო ფილმიდან გაიცნო. 55 წლის ასაკში ვარ და ჩემი მეხსიერება რაც დაიწყო, აქ ვარ გაზრდილი. ფეოდალების ქვეყანა. ასე ქვია ვრცელ ვიდეოს, რომლის გმირი თავისი ოჯახის თავგადასავალის თხრობას 80 წლის წინ საირმეში ჩამოსახლების ამბავს სწორედ იმ ხიდიდან იწყებს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ჩაკეტილი დაუხვდა. ოჯახი, ბებიასთან და ბაბუასთან. ცენტრალური გზიდან ხიდამდე მოსახვედრად მან თემურ კოხოძის კერძო საკუთრება, კურორტ საირმის სპა ცენტრის ეზო უნდა გადმოკვეთოს. ხიდის მეორე მხარეს კი მათი ტრადიციული სახლია. სადაც ბევრი წელია საფუტკრე მეურნეობა აქვს და სადაც მისმა წინაპარმა 1947 წლიდან ბინა დაიდო. აგირაზე იყო დაწერილი, აგერ იქნება საწერვა, რომელიც წელს აშენდა ეს სახლი. შეხედე? 1985 წლის 14 აგვისტო. თუ გათხოვთ ამ ადგილსო, გადაგიხდითო, გინდა თანხა მოითხოვეთო, გინდა ადგილსო სადმე გამოგიყოფთო და იქ კოტეჯი აგიშენებთო. მოვუთხარი მაგაზი ახლა ჩემთან არ უნდა მოსულიყავი, ვერ შეველევი ამ ადგილს მთელი ბავშვობა აქვს გატარებული და მოვუთხარი მაგ საკითხზე არ შემაწუხო. პირველი უარის შემდეგ კოხოძემ საქმეში ბაღდათის მერი ჩართო. სოსელიამ სახლკარის გაცვლა გაყიდვაზე მერსაც უარი უთხრა. შემდეგი ზარი უკვე პროკურატურიდან იყო. საირმელი მეფუტკრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თითქოს მან სატყეო ფონდის მიწა თაღლითურად დაირეგისტრირა. გელასოსელიას კარმიდამოს, ისევე როგორც რამდენიმე ოჯახის საკუთრებას, რომელზეც კოხოძის კონტროლი ვერ ვრცელდებოდა, მეოთხე წელია ყადაღაადევს. მაგრამ მილიონერი ბატონისთვის ეს როგორც ჩანს არ კვარა. ყადაღის შემდეგ ბოქლომი დაედო მის ერთადერთ გზას სახლამდე მისასვლელად. ვითარებაში გასარკვევად საირმეში გავემგზავრეთ, მაგრამ მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოვასწარით, თავზე კოხოძის დაქირავებული თანამშრომელი დაგვადგა. ვინ ხართ თქვენ? ვინ ხართ თქვენ? რატომ მიღებთ ტელეფონით? გაჩერდით ერთ წამს და პასუხი გამეცით. ტელეფონით რატომ გადამიღეთ? ვინ ხართ თქვენ? ქართული არის სიტთა? ქართული არა. დრას დადიხარ აბა, ვინ ხარ? რუსი ხართ? რუსი. ხო და რუსი რომ ხარ ტელეფონით რატომ გადამიღე? ტელეფონით რატომ გადამიღე?
ვინ ხართ მითხარით ერთი წამი ხო ვინ ხართ ვინ ტელეფონით ბლად კი არა ისა წესიერად პოლიციას კი არა ვინც კიდე იმას დაურეკა ვინ ხარ მითხარი ტელეფონით რატომ გადამიღე ამიხსენი ქართული არ გესმით თქვენ რა გქვიათ გვარი სახელი გააქვთ რა შას ტელეფონით რატომ გადამიღე მანქანასთან რატომ მოხვედი და ტელეფონით რატომ გადამიღე Я не понимаю, что ты говоришь. და რატომ მუშაობ თუ არ გესმის ქართული რამდენიმე წუთში ადგილზე მეორე მანქანა გამოჩნდა. როგორც მოგვიანებით ირკვევა, კურორტ საირმის დაცვის უფროსი. გამარჯობა აი არ დაიწყო. ვინ ხარ? ვარ კურორტ საირმის უსაფრთხოების უფროსი. ვიცნობ ნედა თვალის. ხო და რა უფლებით მოვარდა ჩემთან მანქანა მქონდა გზის პირას გაჩერებული ამის. უბრალოდ და მე გაგცემ პასუხს რა. არ გინდა გადავიდე. რა შქია არ მინდა აბა აგიხსნას Смотри, я подъехал, просто вышел из машины, прошел мимо их, снял на видео номер машины и посмотрел сам следов нет. И все, он стал меня за руки хватать, не давал мне уехать, цепляться. За руки хватал, у меня записано видео. Хорошо. თავის ტელეფონში ჩემ პირადი კადრები რატომ Просто გადაიღო снял их შურო машину, თქვენს გაქვთ მას გადავიდე. видео снял. მე ჟურნალისტი ვარ და სვინარი რატომ იღებს ეს არის ადამიანი, ვინც აქცევს ამ ბუნებას, ყურადღებას და ქუჩაში ვინც გამოვა ყველა საკონტროლებს და ამოწმებს დიახ, რატო თქვენია ეს გზა გზაზე არა. აბა ვის გზაზე არა, ეს არის ბუნებას იცავ. ერთი წამი ხედავთ მანქანა სად არის გაჩერებული გასაგებია რა უფლებით მოვიდა ჩემთან შესაუწყებლად ის გამო რომ აქ თევზაობენ დენით, ხო, 1000 რამით მე მოვიდა და ტელეფონით ფოტოები უნდა გადამიღოს ეს პირად ფოტოებს რატომ იღებს არაფერი დაარღვიო. სად თქვენ საკუთრებაში ვარ სადმე შემოსული რას ნიშნავს შუა საკუთრებაში ვარ? სად დგას ჩემი მანქანა ხედავთ მერე? მე რატომ მოდიხართ და რატომ აკონტროლებთ და შენ რა საკეთებ? გამაგებინე ეხა. მე ჟურნალისტი ვარ და პროფესიულ მოვალეობას ვასრულებ კიდევ რამდენიმე წუთში მესამე და მეოთხე მანქანა მოდის, ასევე კურორტის თანამშრომლებით. პროვოკატორო. რაში უპროვოკატორო ბაბა გეუბნები ვისაუბროთ მაგის გარეშე. რუსი რომ მოვა და რომ დამიწყებს ფოტოების გადაღებას პროვოკატორო არა, ეროვნებას. აქვს მნიშვნელობა ჯერ ერთი თანამშრომელი რომ ყავთ დასაქმებული სავალდებულოა რომ სახელმწიფო ენაზე უნდა საუბრობდეს ეს მოწვეულია. მეწვეული კი არა ვინც კიდე იყოს ჩემთან რატომ მოდის და რუსულად რატომ ესაუბრება რასაც უნდა იმას სად გადაიღოს. გიწერიათ ეგრე რასაც უნდა ის უნდა გადაიღოს სად გიწერიათ მითხარით აბა სად გიწერიათ ამიხსენით სად გიწერიათ ამიხსენით რომ გზაზე მანქანას რო გადავაყენებ უნდა მოხვიდეთ ეხა არ მომმართ არა. შენობით და ვისროთ თქვენობით ამერიკანია მოგმართავთ ერთმანეთს. არ ვიცი ეხლა საერთოდ არ მახსოვს არ გახსოვთ, ხო საერთოდ? არ მახსოვს აი ეხა არ გაწყობს ამ ვიდეოში რომ გახსოვთ. ასე ესხმით თავს ყველას ვინც საირმეში ამოვა ესე იგი ერთი მანქანა ორი მანქანა მესამე მანქანა 1 2 3 4 ყოჩა კი და ყველა მომსვლელ გამსვლელს ამოწმე ოთხ შორის რო გავითვალისწინეთ თუ შეიძლება რო გავითვალისწინეთ სერგეი უკვე 4 წელია რუსეთიდან გამოქცეულია იმის გამო რომ იქ პოლიტიკოსებთან სერიოზული დაძაბულობა ჰქონდა და სხვადასხვა პირებთან მაგალითად პუტინის დამქაშებთან ჰქონდა კონფლიქტი დისიდენტად გამოცხადებული სერგეის საჩივრის მიუხედავად, კურორტის ხელმძღვანელობის დირექტივა იყო ჩვენი გადამღები ჯგუფისთვის ხელი აღარ შეეშალათ. მეტიც, დაცვის უფროსი თავად გაგვიძღვა ვითარებაში გასარკვევად, იმის ასახსნელად, რატომ ჩაუკეტეს სახლამდე მისასვლელი ერთადერთი გზა გელა სოსელიას. საჩივრებში ხართ გაწაფულები თქვენი იურიდიული დეპარტამენტი და მეც ხარ მიჩილოთ ეხლა რომ თავს დავესხივით მას სტუმარი ღვთისაა და ხო არ შევიპატეჟოთ და დავსვით არა, გენაცვალ. არა კომენტარზე მოვა როცა მოვრჩები მუშაობას მე მოგაკითხავთ წარმოსული ყველანაირად გვერდში დაგიდგები და მაინტერესებს მეც დაგეხმარებით გადაღების პროცესში. ჩვენ სიამოვნებით დაგვაჯერებთ რომ არა ბატონო მადლობა კითხები რომ გამჩნდება მოვალ სიამოვნებით გეგონებ საპასუხო ტრები ვიყოთ საწყენი რა არის შუაშია მტრები ეხლა გააჩერე გადაღება ზუსტად იმ მომენტში როცა შენ გინდოდა ეგ ჟურნალისტური არა შეხედე აი გამარჯობა ეს კურორტ საირმის სპა ცენტრია, რომლის ეზოს გადაკვეთის გარეშე ხიდთან მოხვედრა შეუძლებელია. კურორტის ადმინისტრაცია გვარწმუნებს, რომ ეზო ტურისტული სეზონის, ანუ ზაფხულის განმავლობაში სულ ღია იქნება. არასეზონური ნახევარი წელიწადი კი გელა სოსელიამ სახლში ყოველ მოსვლაზე დაცვას უნდა ურეკოს. მერე ელოდოს, მეორე სასტუმროდან აქამდე როდის ჩამოვლენ და კარს გაუღებენ. რა უნდა ქნას მისმა სტუმარმა ან თაფლის მყიდველმა, რომელიც ასევე ხშირად აკითხავს, კურორტის ადმინისტრაციის პრობლემა არ არის.
კარს ადევს ბოქლომი, ხომ ასეა? აბა როგორ შევა გელასოსელია თავის სახლში? აბა გავხსნი და შევა გელასოსელია ჩვეულებრივად. ხო და აქ თუ არიყავით? არის აქ 24 საათის განმავლობაში მეორე სასტუმროს ტერიტორიაზე და იცის ბატონმა გელას. ანუ იმ ყველა სასტუმროში საკონტაქტო ტელეფონი აქვს, ყველას იცნობს, ყველასთან კომუნიკაცია აქვს და ძალიან მარტივად ერთი ზარით ან რომელ გზაზედაც უნდა გამოიაროს, შეუძლია უთხრას, რომ შესვლა მინდა და შევა. ანუ სოსელია უნდა მივიდეს იმ სასტუმროში. კი ბატონო. მოიკითხოს დაცვის თანამშრომელი. მისკენ აიღოს ნებართვა, გამოყვეს ეს კაცი, გაუხსნას ბოქლომი, შევიდეს სოსელია და ეს კაცი ელოდება ვიდრე გადმოვიდა მე რეკეტავს თუ როგორ ხდება? არა, გაუხსნით და დამთავრდება. როცა გელა სახლში არის, გახსნილი იქნება. კეთილნებას ვავლენთ და ჩვენს კერძო საკუთრებაზე ვაძლევთ უფლებას, რომ გაიაროს. ეხა მე ამას რო გავხსნი, აი ეს არის კერძო საკუთრება და აქ ნაბიჯის გადადგმის უფლება არ აქვს ადამიანს, მანამ სანამ კერძო მესაკუთრე ამის ნებას არ მისცემს. აუგზავნეთ ეხლა და მანამ გაჩვენებთ ხიდს. აბა ის ხიდიც ჩაკეტილი რომ მქონდა, ეგეც ნანახი მაქვს. ის იურისტების არმია რომ მყავთ თბილისში თეგეტა ჰოლდინგში კონსულტაცია არ გაიარეთ? არა? რატო ახსენებთ თეგეტა ჰოლდინგს? თეგეტა ჰოლდინგის არის კურორტ საირმეში. ხო, მაგრამ შეპესე კურორტი საირმე და თეგეტა ჰოლდინგი რამ გაყო? ერთი დეგევე მე პატრონი და პატრონი ყავთ. არაფერში არ არის თეგეტა. აი ეს ჯაჭვი და ბოქლომი რომ იდო აქ ეს აწავიდა. ახსენით მეთქი, ხო თქვით, არა? ჯაჭვი და ბოქლომი გაიხსნა, რომ ისარგებლოს ბატონმა გელასოსელიამ, გადავიდეს და გადმოვიდეს. რის შემდეგ გახსენეთ? არაფრის შემდეგ. არა, მანამდე ხო გქონდათ დაკეტილი და შეზღუდული? არაფრის შემდეგ, რა უბრალოდ. მოხდა, რატომ გახსენეთ? აა, ესე გადავწყვიტეთ, რომ გაგვიხსნით. ხიდი, რომელზეც ცოტა ხნის წინ ბოქლომი ედოთ, 80-იან წლებში ააშენებული. თემურ კოხოძის კომპანიამ მისი რეაბილიტაცია გასულ წლებში ჩაატარა. მას მერე, რაც კურორტი მის მფლობელობაში გადავიდა. მოკლედ, ეს არის ერთადერთი ხიდი, რომელიც საშუალებითაც გელასოსელია შეუძლია რომ დინარეზე გადავიდეს და თავის კერძო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლამდე მივიდეს. ამ ხიდზე, როდესაც ჩვენ წელიწადნახევრის წინ დაახლოებით საირმის თემაზე ჟურნალისტურ გამოძიებას ვაკეთებდით და საგამოძიებო ფილმს ვიღებდით, ეს კარი არ იყო. ახალი შეგმულია, მე გუშინ სპეციალურად ვნახე არქივის მასალები და იმ მასალებში ეს კარიც არ ჩანს. მოკლედ, რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით 3 კვირის წინ გავიგე, რომ გელასოსელიას შეუზღუდეს ამ ხიდზე გავლა. ახლა ეს კარი ღია, ახალშებმული კარი. ამ მომენტისთვის ღია, აღარც ჯაჭვია, აღარც ბოქლომი. მაგრამ აქვე არის დარჩენილი ეს წარწერა. უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. მე როგორ რუსულად უწერიათ, რუსულად რატომ აწერენ, არ ვიცი, თანამშრომელიც რუსი ყავთ, ქართული ენა არ იცოდა, სახელმწიფო ენაზე ვერ საუბრობდა. დისიდენტად შერაცხული სერგეის ერთ-ერთი იყო იმ ხალხმრავალ ღონისძიებაზე, რომელიც თემურ კოხოძემ საირმეში დეკემბრის ბოლოს მოაწყო. 27 დეკემბერს მდინარეში კალმახის ქვირითი გაუშვეს. იხტიოფაუნაზე მზრუნველი კაცის სანახავად საირმელი მოსახლეობაც მივიდა. განსაკუთრებით კი ისინი, ვინც საკუთარი უფლებების შელახვაზე თევზივით პირში წყლის ჩაგუბებას არ აპირებს. ერთ-ერთმა ასეთმა ვეფხია მესხიამ, რომლის მიწა ასევე ხელს უშლის მილიონერი ბიზნესმენის გეგმებს საირმეში და რომელსაც სახელმწიფომ ასევე მიწის თაღლითურად დარეგისტრირება დააბრალა, პასუხი მოითხოვა. რატომ არ უშვებდა საკუთარ სახლამდე ნებართვის გარეშე გელასოსელიას? გაილახები. იყო დაცვის თანამშრომლებით გარშემორტყმული თემურ კოხოძის პასუხი. კოხოძე პირველი მტერია ადგილობრივი მოსახლეობის და კალმახის საუნა წამოვიდა. არსად არ წამოვიდა. ხო დღეს გელასოსელია სახლამდე როგორ მივიდა? მიპასუხე. კაც დაუკეტეს გზა. დღეს ეთდება და გაიხსნება მას ისე. დაუჭირია. ვერ ნახე რომ სარემონტო სამუშაოებია. ხიდზე გამიხელი გაჭირე. ერთი წამი დაგელაპარაკოთ. აგერ მელაპარაკე, რა თქვია რა ამბავში ვარ. გადამიმეცე რა პროვოკატორი ხარ შენ. აბა რა შენ პროვოკატორი ხარ. ხალხს გადაუარეს, ბიჭო და კიდე პროვოკატორი ვარ. სარემონტო სამუშაოებია. ხიდზე. კი, იტყუები. რა სიტყვა შეითვალთ ვერ ნახე? როგორ? ეს მე გავილახები. აი უკან წამშველის და უკან დამხევის ზე დავატირე. სიმართლე რატო არ ამბობ? ახლა არ მეშლება ხელი? მე რატომ მეშლება? მე და სოსელიას ხელი რატო ეშლება? მიწარ ვარ გავყიდე, მიტომ ეშლება ხელი? მიწარ ვარ გავყიდე. ეხლა რამე კონკრეტული პრობლემა გააქვთ რა საირმე? პრობლემა გვაქვს, 2 დღეა არ მიუშვეს, კაცი არ მიუშვეს ახლამდე.
დადგა ვებხომ და თქვა რომ თუ ჯერა ვინმეს ამ პირფერობის რომ ბატონი კოხოძე ზრუნავს თევზზე და ლიფსიტაზე, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა სიცოცხლე გაუმწარა და ზღუდავს ყველნაირად, აგერ ქონებას ართმევენ ხალხს და ვითომ ის არაფერ შუაში არ არის და აგერ თევზზე ზრუნავს. წაით თორე იცემებითო ვებხოსოთ. შენო ხო გითხარიო ჩაეხსენიო მესხიასო. და გაგიკეთებო, მე შენ გზასაც გაგიკეთებ, ხისას გაგიკეთებო და ეხლაო არც გზას გაგიკეთებო და არც იმჭიშკას არ გაგიხსნიო. აი ზუსტად ამ სიტყვები და აი ასე არის ხო? ანუ კოხოძის ანგარიშ სწორებაა, ასე ვთქვათ, ეგრე გამოდის? აბა რა გამოდის? არ ვიცი, მიმართული მაქვს ახლა გამგეობაში შეტანილი მაქვს განცხადება და დამაკმაყოფილონ არ მინდა მე ახლა რამდენი ახლა თემურ კოხოძეს გაახსენდება და გული მოვა იმდენი რომ იტყას არ გაგატარებს და დამიკეთოს. სად ვეფერო ახლა მაგას მე გამატარებ დღეს გაგატარებს და ყველა გამატარებს. გამიკეთოს ცალკე ხიდი არ მინდა ამის დაზიარო გამიკეთოს თავრობამ ხიდი ხო ვარ მოსახლე ხო ცხოვრობ სოფლის მეურნეობას ვეწევი მეფუტკრეობას ვეწევი რათინ გადავიტანო ინვენტარი ახლა ზამთარიერი და არ მაქვს იმდენი სამუშაო რო გამოსდავკულდება ეგიდან დაწყეული ჩარჩო გადატანა თაფლის გადმოწიკვა გადასვლა ყოველდღიური ის არის გადასასვლელი გადმოსასვლელი თან ისედაც შორი არის ზურგით წიკავ ხო და იმის საშუალებაც არ მაქვს რომ ზურგით გადევიტანო. გელა სოსელიას ბაღდათის მერიიდან პასუხი ჯერ არ მიუღია. არის გამოკვეთილად ნაპირსამაგრი ნაგებობის მისაკუთრების, ანუ უკანონოდ გაცემის ფაქტი. ნაპირსამაგრის შენობები, ტროტუარი, ტყე, სკვერი, გადასასვლელი, გამწვანების ზოლი ეს მუნიციპალური ორგანული კანონით არის მუნიციპალიტეტის ძირითადი განუსხვისებელი ქონება და მისი გასხვისება კერძო საკუთრებაში გადაცემა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. ხდება ჯგუფური, მიზანდასახული, დესტრუქციული და ესეთი პროვოკაციული ქმედებები ამ მოსახლეობის წყობიდან გამოყვანის და მათი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენისა. თუ ეს არის ერთადერთი მისასვლელი გზა საცხოვრებელ სახლამდე, ეს არის უკვე სავალდებულო და ეს არ შეიძლება იყოს კეთილი ნება. ნებისმიერი მესაკუთრე, რომელიც ფლობს კერძო საკუთრებას და რომელზეც გადის ერთადერთი მისასვლელი გზა სხვა მესაკუთრის სახლთან, ვალდებულია ეს მესაკუთრე მიცეს სავალდებულო გზა იმ სხვა მესაკუთრეს. ამ შემთხვევაში თუ ავიღებთ ხო კოხოძე ვალდებულია რომ სოსელიას არ შეუშალოს ხელი და მიაწოდოს სავალდებულო მისასვლელი გზა. რაც ამ შემთხვევაში არის ხიდი, რომელიც უნდა გადაიაროს მდინარეზე. შესაბამისად კოხოძის მიერ დაბრკოლება პირდაპირ არყობს კანონმდებლობის ნორმას და ეს უკანონოა. რატო არის ეს კაცი რაც გაბოროტებული და რატომ ზღუდავს ყველაფერში? დენი ჩამიჭრა არ გადიხადეო. დენი ახლა სოჩიკი ჩაკეტე. ჩვენებას არ მაძლევენ. დენი რა უნდა გადავიხადო თუ ჩვენება არ მომცა, ხო? კაი ვიყიდი იმ მზის ენერგიაზე დავაყენებ, მაგრამ სახში მისასვლელი გზა ხო გინდა ხელი გადაიერო. აქედან გამოდის რომ სახში მისვლას აი უცხო პირთა შესვლა არ შეიძლება. მე თუ დამატარა ჩემ და სტუმარი მოდის. ჩემი შვილები ჩამოდიან, ნათესავი მოდის. ყველასთან გაცხადება დავწერო, ჩემი ნათესავია და გამოუშვიდა, გავატარა თუ და ვზდიო ახლა ყველას. გავატარ გამოვატარო ჩემთან ერთად. რამოდენიმე წლის უკან აღიძრა ჩვენზე სისხლის სამართლის საქმე, რასაც ჩვენ ვაკავშირებთ ვარაუდით მასთან. დღესაც ჩვენი ოჯახები, ადგილობრივი 9 ოჯახი იდევნება სისხლის სამართლის საქმით, გვედავებიან თაღლითურად მithვისებას მიწის, რომელიც არის მამაპაპისეული და 100 წელზე მეტია ჩვენი გვარის და ჯიშის იყო. გზის ჩაკვეტე, ანუ გვიკეტავს გზებს, კონკრეტულად მე შემიზღუდა გზა, მეფერმეებს შეუზღუდა გზელგორისკენ მიმოვალი გზა, გელა სოსელიას ამ დღეებში ახალი წლის წინ შეუზღუდა გზა, დიდი ჯაჭვი და ბოქლომი დაადო. თემურ კოხოძე ცდილობს ჩვენს ცხოვრებაში ისეთი სიტუაცია შექმნას, გაუსაძლისი პირობები, რომ გავყიდოთ, ან დაუთმოთ, ვაჩუქოთ, გავცვალოთ. აი, ყველა მაცხოვრებელთან ისეთი სიტუაცია აქვს, ისეთი პირობებს აყენებს, რომ ჩვენ მოგვბეზრდეს აქაურობა, მოგწყინდეს და გავიქცეთ დავტოვოთ ტერიტორია, რაც არ მოხდება არასდროს. მისაღწევი მიზანი არის ის გაგაწვალოს, გაგიხადოს გაუსაძლისი პირობები შეგიქმნას, რომ აქ შენი ყოფა იყოს გაუსაძლისი და ბოლო-ბოლო უთხრა რომ მოდი რა მომეცი რამე და მე წავა. ვისაც არა აქვს და მერე დიდ ფულს იშოვეს, იმას ეს დიდი ფული აგიჟებს. დიდი ფული რო იშოვა. ეხლა იფიქრა
მარტო მინდა რა, ბატონობა მინდა. ვინც ბატონია თავიდანვე, იმან იცის რომ ბატონია. ეს უეცრად გახდა დიდი ფული, ეხლა უკვე რაღაცა სტატუსი უნდა ალბათ. ეს სტატუსი საიდან მოიპოვოს? ფეოდალი უნდა გავხდე რა. საირმელების შევიწროება მას შემდეგ დაიწყო, რაც თემურ კოხოძე იქაურ ტყეებს დაეუფლა. ამისთვის მან ტყის დაპატრონების ერთადერთი საშუალება გამოიყენა. სანადირო მეურნეობის ლიცენზია მიიღო. საზღვრები იმგვარად არის დადგენილი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეზოდან გამოსვლისთანავე სანადირო მეურნეობაში ხვდება. ამას თან ახლავს ახალი შეზღუდვებიც. ეკრძალებათ თევზაობა, ეკრძალებათ იარაღით გადაადგილება ტყეში, რომელიც ნადირით არის სავსე და უსაფრთხო არ არის. სახელმწიფომ სანადირო მეურნეობის ლიცენზია ისე გასცა, რომ მკვიდრი მოსახლეობა საქმის კურსში არ ჩაუყენებია. ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ და შემდეგ სააპელაციომ განსახილველად არც კი მიიღო საირმელების სარჩელი სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ. ჩვენ წაგვართვეს სასამართლოში დავის უფლება. როდესაც რაიმე შეხება გვაქვს თემურ კოხოძესთან და მის კომპანიასთან, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ აი ჩვენთან რა გინდა წადით და გვიჩივლეთ. აი წადით სასამართლოში იდავეთ ჩვენთან. პირადად ნუ მოდიხართ, გველაპარაკე სასამართლოს მეშვეობით. და ეჭვი იმაში იბადება, რომ სასამართლოსთან დალაგებული და მოწესრიგებული აქვს, იმიტომ რომ აი პირდაპირ სასამართლოში გვიშვებს და სასამართლო გვარბენიებს წლებია, პრეცედენტი არ ყოფილა იმისი, რომ ანუ განხილვაში მიღებული საქმე არ განეხილათ, ხო? ანუ ჩემი საადვოკატო პრაქტიკის განმავლობაში ეს უნიკალური შემთხვევაა, როდესაც მოქალაქე მოსახლეობას არ მიცეს საერთოდ დავის საშუალებაც. და ეს არგუმენტაცია არის რამოდენიმე მიზეზით აბსურდული. პირველი მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის კერძო საკუთრებები, საცხოვრებელი სახლები პირდაპირ შუაგულ სამონადირო მეურნეობაში მოექცა ამ გადაწყვეტილების გამოცემის დროს. ასევე სხვა მოსახლეობა, რომელიც იქვე ცხოვრობს, ამ ტერიტორიას, სადაც განთავსდა სამონადირო მეურნეობა, სარგებლობდა როგორც გზად, პირველ დღის გადასარეკად, ასევე საფუძვლე მეურნეობის და სხვა დამხმარე საშუალებების განსახორციელებლად. შესაბამისად, ამ მეურნეობის პირობებში პირდაპირ წერია, რომ ესეთი საქმიანობა პრაქტიკულად იგრძალება იმ ტერიტორიებზე, სადაც უშუალოდ სამონადირო პროცესი განხორციელდება. და რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ მოსახლეობას სიცოცხლეს და ჯანმრთელობას პირდაპირ საფრთხე დაემუქრება. ბოლო 25 წლის განმავლობაში მწვანე ალტერნატივას პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სასამართლოს განუხილველად დაეტოვებინა ჩვენი სარჩელი იმ საფუძვლით, რომ მწვანე ალტერნატივა, როგორც გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, არ არის დაინტერესებული მხარე და არ შეიძლება განხილულ იქნას დაინტერესებულ მხარედ დავაში. ეს მიზეზი პირველად იქნა გამოყენებული სწორედ საირმის სამონადირეო ლიცენზიასთან დაკავშირებულ დავაში. 4 წლიან ბრძოლაში მილიონერ ბიზნესმენთან ზოგიერთი უკვე დანებდა. მოსახლეობის ნაწილს აღიარებინეს არარსებული დანაშაული და ათმობინეს მამაპაპისეული მიწები. ვინც გაჯიუტდა, ახალ-ახალ შეზღუდვებს უგონებენ, მაგრამ ყველა გზა ჯერ ჩაკეტილი არ არის. ყველა სასამართლოს ბოქლომს ვერ დაადებენ. მწვანე ალტერნატივა ორჰუსის კონვენციის სამდივნოს მიმართავს. საირმელების სარჩელი კი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება.